Good to be here. How are you? To see you, my pleasure. Yes. And welcome. Pleasure. Thank you. Here I talk to the people with ministers with all the visits that we are getting from Vice Minister. So welcome. Then Lavrov leaves the room. And that we can solve to a full democracy in 4 years. You've never been in Tbilisi, right? No. Well, you should come, but I brought a small Tbilisi to you in your room. This is a... ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრისას განვიხილეთ ის საფრთხეები, რომელიც გაჩნდა რეგიონში და კიდევ უფრო დამძიმდა ყირიმის აგრესიის შემდეგ. ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ და ევროკავშირმა და ნატომ იმისთვის, რომ რეალურად არ გადაიზარდოს ეს სამხედრო დაპირისპირებაში, ამიტომ დიპლომატიამ, მოლაპარაკებებმა, ბუნებრივია და ძლიერმა მხარდაჭერამ საქართველოს ინტეგრაციის ნატოში და ევროკავშირში შეიძლება თავიდან აგვაცილოს ბუნებრივია მომავალში ასეთი დაპირისპირებები, ამიტომ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ესპანეთი მხარს დაუჭერს მომავალშიც კიდევ უფრო მტკიცედ ჩვენს გაწევრიანებას და სრულფასოვან ინტეგრაციას ნატოში და ევროკავშირში. ეს არის ესპანეთში პირველი ვიზიტი საერთოდ ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში თავდაცვის სფეროში და მე ვფიქრობ, იყო ძალიან წარმატებული და შედეგიანი შეხვედრები. ჩვენ სრული მხარდაჭერა მივიღეთ ესპანური მხარისგან. მე ვფიქრობ, რომ ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და ველით უკვე მიმდინარე წელს ეკონომიკის, ტურიზმის, საგარეო საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ვიზიტები საქართველოში, რაც ეს უკვე კიდევ დააჩქარებს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობას.